იცით ეგ შეკითხვა რამდენიმე დღის წინ რომ დაგესვათ, აუცილებლად გიპასუხებდით რომ კი ყველაფერი კარგად არის. თქვენი სეანსები ძალიან დაეხმარა. მადლობა. მაგრამ ელენემაც ძალიან იყო ჩაღა. ძალიან რთული ბოლო 2 წელი ქონდა ჯერ ბებოს ავადმყოფობა, მერე მშობლების დაძაბული ურთიერთობა და ჩეჩანელი. შეიძლება. მაგრამ მე ახლა ელენეს გადმოსახედიდან ვამბობ, ბოლოს როგორც იქნა ყველაფერი დაალაგდა. და ბავშვმა დედა დაკარგა. სიმართლე გითხრათ, თავიდან რომ ნახე, მეგონა ორივეს უფრო გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ისე ყოჩაღად გაუმკლავდა ყველაფერს. თუმცა აი ბოლო 2 სეანსია რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა, ანუ აი ჩაიკეტა, აღარ მესაუბრება, შეკითხვებზე ძალიან ზოგადად მპასუხობს. ანუ აგეუბნებათ რას ჭირს? არ მეუბნება და აი ამიტომ მინდოდა თქვენი ნახვა, მაინტერესებს სახლში როგორ იქცევა. იცით, სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მაქვს. სახლში ცოტა გვიან მივდივარ და მაგ დროს უკვე ან წინავს, ან იცინებს და საგები. იქნებ თქვენი ყურადღება მოაკლდა. და ამიტომ მოიწყინა. აი დღეს მინვალ აუცილებლად დაველაპარაკებ. კარგი იქნება. ოღონდ მინდა რომ ჩვენი საუბრის შესახებ არაფერი არ გაიგოს. არ მინდა მისი ნდობა დავკარგო. არა, უბრალოდ დაველაპარაკებ. ძალიან დამეხმარებით. მართლა, დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ. მოხვედი თუ მოვდივარ. მოვწე. უიოლალი. მოდი. როგორ ახარ? კარგად თავად? კარგად. შემოდი. ეხა ქეცის და ბავშვს ველოდებოდი. მოდი რა დაჯექი. ყავარ გინდა? არა, ყავარ მინდა. ქეთის ყავს სასეირნოდ ბავშვი? ხო. და მამა სად არის? არ ვიცი, არ შემქმნიანებია დღეს. მე ველაპარაკე და მითხრა რომ ბავშვთან მივდივარ. ხო, რა ვიცი, შეიძლება აპირებდა და მე გადაიფიქრა. არ ვიცი. არა, რომ დაურეკებ მითხრა რომ ლიფტში ვარ, გაბრიელთან ავდივარო. რა გითხრა, თაბავალი? წყალიც არ გინდათ? წყალი მინდა კი. არა, ვერაფერს ვერ მეტყვი. აი. მე უნდა მოგიხადო ბოდიში. არა, რას? აგივრად. არა, ვალი, თქვენ რატომ ბოდიშებით გაუთავებოთ? რა შუაში ხართ? არც თქვენ არ ხართ შუაში და ალბათ აღარც კერესა. ანუ ვალი არ ვიცი, უნდა გეუნებოდეთ თუ არა ამას და რამდენად სწორია, მაგრამ ძალიან ავადარი თქვენი შვილი. ძალიან ავადარი და არ სურს რომ გამოჯამთვალდეს. შენ მეუბნები რომ სამწუხაროდ ისევ აურია და ისევ დაუბრუნდა ყველაფერს. რაღაც მომენტში მეც მჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და გაბრიელს ჯანმრთელი მამა ეყოლებოდა, მაგრამ არა. რომ კითხე. ხო, ყველაფერი კარგად არის თქო. და მე თანხმა. გალო ვერაფერს ვერ ხვდებოდით თქვენ და საერთოდ ქვეყანას არ არის.
ეს იცი რა მდგომარეობა რაღაცა რომ გინდა, როგორც შენ გინდა, რომ ისე რომ გინდა, რომ იყოს და რომ იჯერებ. ალბათ. კაც მინდა წარმოდგენა. როგორ გსვამთ ახლა თავს მართლა? ეთქობა რაღაც დავაშავე. შენ. მე? ხო. რა უცნაურია რატო? რა ვიცი, ვიფიქრე ჩემს საყვარელ დაიკოს გავახარები. დაიკოს გახარება თუ გინდათ კბილეული და სასუსნავი უნდა მოუტანო ხო? კიდე ნამცხვარი. კაი, ხუმრობ ყვავილები ძალიან გამიხარდა და თან ნამცხვარიც მაგ და ჯიქი. ვა. შენ გამოაცხე? ხო, დილიდან ფუსფუსებ. ხო იცი მე და სამზარეულო როგორ ახლოს ვარ. აულა მეკითხა იცი? ეს ბინა სადიშოვე შენ. რაღაცა აგენტო მაპოვნინა. ხო და მომენტ დავიღალე. გავგიჟდი ამ ბინების ძებნით. აფასებია გარეკა ამ ხალხმა ხო? ძალიან გაძვირებულია ყველაფერი და ბინები კიდე უფრო. მაინც უნდა გკითხო. ხო არ ჩქარო. რა ჩქარო, რას ველოდო მითხარი? თან ზურას და ნანას უთხარი და მაგრად გაუხარდათ. ხო, გააცანი იმათაც. არა, ჯერ არა. ლილუმ ადრეაო ჯერ რა ვიცი. ადრეაო? ხო. ღმერთო, რა უცნაური გოგოა. ერთად გადასვლა არ არის ადრე და ოჯახის გაცნობა ადრეაო? ისე უცნაური რატო? ხო, გოგა, ცოტა უცნაურია. მთელი საღამო წუწუნებდა ბინებზე და იტალიაში წასვლაზე. ხო, იტალიაც უნდა და ჩემთან ერთად ცხოვრებას. რა არის ამაში უცნაური? არაფერი, ჩემ ასეცაწყლე, ეგეთი ცხოვრება რო გინდა, მინიმუმ უნდა იმუშაო. სად იმუშაო, სწავლობ ჯერ ადამიანს. ო, კაი, რა, პირველი კურსიდან ვიმუშაო. შენ ხა განსაკუთრებული ხარ. არ ვამბობ მაგიტომ. მე შენ გვერდითაც მინდა განსაკუთრებული გოგო. არის განსაკუთრებული, არ იცნობ. გაიცნობ და მიხდები. კი ბატონო, იმედია ვწდები. ცდები. თავი მტკივა. ჩაი არ გინდა? დავლევ ხო? გამარჯობა. გამარჯობა თაკო. ვიცი, ალბათ არ გაგიხართეთ ჩემი დანახვა. შო, გამიგვირდა ალბათ. და ჯიქი. სად არის? წინავს. სულაც იყო? კარგად ნამდვილად არ იყო. ყველაფერი თქიება. ოფლიას ხამდა. აგრესიულად მელაპარაკებდა. დაგირეკა? აა, ჩემთან მოვიდა რამდენჯერმე ფულის ოთხონევად. და მივხვდი რაც ჭირდა. So that we see more with the nахავ როგორ არის მეცი. ძლებს გააღო. თავიდან ძალიან ჭხუბობდა. არ მიშვებოდა სახლში. მე გამახსენდა რომ ადრე სამზარეულოს უჯრაში დავამშვიდებელი დაუტოვა. ეგ მივეცი და დაიცინა ძრებს. მე დავაშავე. თქვენი არა მე დავაშავე.
და ყველანაირად ვეცდები, რომ გამოვასწორო ჩემი შეცდომა. ვიცი, სისულელე ჩავიდინე და არაფერი არ მომართლებს, მაგრამ მაშინ მეგონა რომ სწორად ვიქცეო. ეგ ჩემთან გასახელველი თემა არ არის. ვიცი. ელო არ წავსულიყავ, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ხა ამიტომ მართლა ყველანაირად ვეცდები, რომ დავეხმარგე ეს. შემოფიქრებული გექნება უკვე როგორ დანანაირად. ვიფიქრებული არ მაქვს, მაგრამ გვერდიდან რო არ მოვშორდები, ეგრე ვიცი. და არ მეინტერესებს კერესას უნდა თუ არა ჩემთან ყოფნა, კარგად რო გახდება მე წავა. აბა დიდი ხანია აქ ხარ. ეთყობა ყოველ შემთხვევაში. რულეტია. მე მგონი იქ. შია. ალბათ. ვობ. შენა ხა? აკრა ჯანდაბას აკეთებ. რა გინდა რომ ჩემემა დამინახო და მე კიდე შარში გამხვიო? ეხლა კარგად მომისმენ. არა. თუ ბოდიშის მოსახდელად მოხვედი, არ მჭირდება. თუ ჩემი პროვოცირება გინდა და მე ფარულად გადაღება, ეგეც არ გამოგივა, იმიტომ რომ არ მევასება შანტაჟისტები. ხოდა ვინც გევასება იმის ფოტოები მოგიტანა? ნახე ბევრია. შეგიძლიათ დაათვალიერო, კოტე. საიდან აქ? რა შენი საქმეა მე საიდან მაქვს? ის კი არა მადლობა თქვი რომ ჯერ მარტო მე მაქვს. ნუ და ეხლა შენც. რა გინდა ფული? ნახე როგორი საცოდავი ხარ რა. ეხლაც რო ფულზე გეფიქრები. აბა რას მთხოვ? გთხოვ? მოვითხოვ. რომ ხვალვე მიგზანდე ბანკში და გაიტანო ეს შენი საჩივარი გასაგებია შენთვის ბოდიში მოიხადო და რა ვიცი რაც გინდა ისახსენ გინდა თქვი რომ თვალი იყავე გინდა თქვი რომ რაღაც მოგეჩვენა ჩემთვის სულ ერთია და მე აახვიო სამუდამოდ ჩემი ცხოვრებიდან რა ბოდიში რის ბოდიში ცხოვრებაში ბოდიში არ მომიხდია ხოდა ეხლა მოიხდი ან რა ვიცი თუ გინდა მოიხდი აი ესეთი კონვერტი მეორეც მაქვს და თუ არ მოიხდი შენს არაჩვეულებრივ ცოლს გავესაუბრები პირდაპირ ხვალ შუა დღემდე მჭირდება პასუხი. თუ არა და შენთან მოყავს მომეცახში. შენც.